ქრისტიანულმა სამყარომ იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა აღნიშნა. ბზობა იზეიმა მართლმადიდებელმა მრევლმაც. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წირვის დასასრულს მეუფე თეოდორემ ბზა აკურთხა და მორწმუნეებს დაურიგა. დღეს ვაღებთ ჩვენი სხეულის ტაძარს იმისთვის, რომ სიხარულით მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში. აღნიშნა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას და მრევლს დღესასწაული მიულოცა. მინდა შევთხოვო უფალს, რომ ის სიხარული, რომელიც მაშინ სუფევდა იერუსალიმში და ის სიხარული, რომელიც დღეს სუფევს თითოეული ჩვენთაგანის გულში, არასოდეს არ დაშრეტილი იყოს და ყოველთვის ჩვენს გულში იყოს ხმა უფლის შესახვედრად გამზადებული ადამიანისა. ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს ბზობას, მრავალს დაესწარით. მშვიდობა ყოფილიყოს ქვეყანაზე, გვეცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში. უფალის ნებით იქნება მშვიდობა დამყარდეს. გილოცავთ კიდე მომავალ აღდგომის დღესასწაულს. დღესვე რაბათში ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაული იზეიმა კათოლიკე მრევლმაც. სასულიერო პირებმა ბზის კურთხევის რიტუალი შეასრულეს და მორწმუნეებს დაურიგეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, მას წმინდა კვირას ვეძახით. დღევანდელი დღე არის დღე, როდესაც იესო შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, იესო შემოვიდა ჩვენს გულებში, აღნიშნა კაპუცინელთა ორდენის წარმომადგენელმა მამა ფილიპემ. ჩვენ უნდა შევიცნოთ იესო ისე როგორც მეფე, მსოფლიოს მეფე და როგორც კეთილი ადამიანი. და ამიტომ არის ჩვენთვის ქრისტიანთათვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული. და ეს არის აღდგომის მნიშვნელოვანი კვირა, რომელიც დაიწყო ახლა. სადაც აღნიშნავთ დღესასწაულს იესოს შემოსვლისა. ის სიყვარულს გვაძლევს, რომელსაც მას გააჩნია ჩვენდამი. დღეს მიხარია ძალიან, რომ მთელი საქრისტიანო არის გაერთიანებული და ყველა ქრისტიანი ზეიმობს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვულოცავ თითოეულ მათგანს და ვუსურვებ, რომ ნაყოფიერი ყოფილიყოს მათთვის დარჩენილი მარხვის დღეები და ბედნიერ აღდგომას ვუსურვებ. უფლის იერუსალიმში შესვლა აღნიშნა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. ახალციხის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა. მამა იეღიშმა მრევლს ნაკურთხი ბზის ტოტები დაურიგა. მისი თქმით, იესო ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა და ჯვარს ეცვა, მრევლს ეს არ უნდა დაავიწყდეს. დღეს ჩვენთან და ყველა სამოციქულო ეკლესიაში დიდი დღესასწაულია. იწყება დიდი მარხვის ბოლო კვირეული, რა დროსაც იესო აწამეს და ჯვარზე გააკრეს. ეს ნიშნავს, რომ იესო მოვიდა, რათა ჩვენი ცოდვები გამოესყიდა და კაცობრიობა გადაერჩინა. ჩვენ უნდა ვიყოთ მეორედ მოსვლისთვის მზად, უნდა ვილოცოთ, რომ განვიწმინდოთ. იესოს იერუსალიმში შესვლისას ხალხი დიდებით დახვდა. ორიოდე დღეში იგივე ხალხმა მოითხოვა, რომ მაცხოვარი ჯვარს ეცვათ. ეს არის გაკვეთილი იმისთვის, რომ უფალსა და ერთმანეთს არ ვუღალატოთ. ბზობას ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღნიშნავს. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდა. ხალხი მას გზაზე სამოსელსა და ბზის ტოტებს უფენდა. ეკლესიებში ბზის კურთხევა და მრევლისათვის დარიგება სწორედ ამის სიმბოლოა. მორწმუნეები მას ერთი წლის განმავლობაში ინახავენ. მათი რწმენით ბზასთან ერთად მათ ოჯახებში ხვავი და ბარაქა შედის.